დღეიდან აიგრძალა პლასმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურავების, ჭიქების რეალიზაცია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. 1 აპრილიდან ასევე ძალაში შედის პლასმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს იკრძალებათ პლასმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება. გამონაკლისია თავდაცვის ძალები და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროება. მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა 2000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას. ეფექტი ჰქონდა უკვე ძალაში შესულ შეზღუდვებს კერძო სექტორზე. თემაზე საუბარს ლანჩ გრუპის გენერალურ დირექტორთან ნინო მელაძესთან ვაგრძელებთ, რომელიც საქმის კურსის პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით. ქალბატონი ნინო, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. ნინო, დღეიდან ძალაში შევიდა უშუალოდ პლასმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციის აკრძალვა, თუმცა მანამდე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებული იყო აკრძალვა იმპორტთან და წარმოებასთან დაკავშირებით. რამდენად მომზადებული იყავით მაშინ ლანჩ გრუპი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და მოესწრო თუ არა გარდამავალ პერიოდში გარკვეულწილად მარაგების სრული რეალიზაცია, რაც გქონდათ, თუ მიიღეთ ზარალი? მომზადებული ვიყავი იმ კუთხით, რომ ხელშეკრულებები მქონდა და ნაკისრი ვალდებულებები მქონდა მთელი წლის განმავლობაში დიდ ქსელებთან, სხვადასხვა ობიექტებთან, მათ შორის ბანკებთან. ეს ვალდებულებები შევასრულეთ, გაიწოვა ყველამ თავისი მარაგი. ახლა თვითონ მოხმარებაში როგორ მოიხმარენ, ესე ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩემი მხრიდან ვალდებულება დასრულდა, თუმცა მარაგები დამრჩა, გეტყვით სიმართლეს, სრულად ვერ გაიწოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი რეკავდა და ყველა შეშინებულია, რომ აი ჯარიმა და როგორ მოვახდინო მე ამისი რეალიზაცია მაღაზიიდან, ამიტომ ჩემთან მარაგები დარჩა. რა მოცულობის მარაგებზეა ქალბატონი ნინო საუბარი, მათ შორის ღირებულებით? ღირებულებით თუ შეგვიძლია ვთქვათ, ზარალი რამდენია? მარაგი მიდევს საწყობში ზარალი, როგორ გითხრათ, ალბათ 200-300 ლარის თვითღირებულებით პროდუქცია, რაც მარტო პლასმას შეეხება. თუმცა რაც უნდა ჩანაცვლებულიყო ხით თუ დაპრესილი მუყაოთი ეს დანაჩანგალი ან თეფში, იმ მოვალეობას ვერ ასრულებს, რასაც პლასმასი ასრულებს. ამიტომ მოთხოვნა ბაზარზე ჯერჯერობით არ დგას. ერთადერთი რაც შეიძლება რომ ცოტა ამუშავდა, ეს არის პლასმასის ჩხირი ჩაანაცვლა ხის მოსარევმა ჩხირმა. კოვზი და დანაჩანგალი იმ შესაძლებლობების არ არის, რაც უნდა იყოს პლასმასი. ნინო, რამდენად რთული აღმოჩნდა მათ შორის? დიახ, ბაზარზე თქვენ ახსენეთ ალტერნატიული პროდუქცია, რომლითაც უნდა მომხდარიყო ამის ჩანაცვლება. რამდენად რთული აღმოჩნდა თუნდაც ხის, ქაღალდის ან სხვა ბიოდეგრადირებადი მასალების მოძიება ბაზარზე და მათ შორის თქვენ თუ გადაეწყოთ და რომელი ქვეყნებია ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი? პირადად მე წარმოება მაქვს ქაღალდის ჭიქის, რომელიც დისპენსერისთვისაც ამზადებს და ისედაც სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა მილილიტრის ჭიქას ამზადებს, მაგრამ ფასტაშორის ხაობა ძალიან დიდია და ყველა ვერ მისცემს თავის თავს მაგის ფუფუნების უფლებას სამწუხაროდ. ჭიქა თუ ღირდა ერთი თეთრი პლასმასის, რომელიც დისპენსერისთვის იყო განკუთვნილი, 5 თეთრია ეხლა ქაღალდის ჭიქა. მიუხედავად იმისა, ამას დაემატა, რომ იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან, ქაღალდი მომაქვს იქედან, ტრანსპორტი გაძვირდა 2-ჯერ, მოწოდების დრო ვადებმა გადაიწია, თუ ჭირდებოდა 2 თვე, ჭირდება 3 თვე ნახევარი და სულ რაღაცა ისეთი პრობლემებია, საწვავი გაძვირდა, ელექტროენერგია გაძვირდა, ეს ყველაფერი ჭიქის ფასი აისახება, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით, რამე საიმედოს ვერ გეტყვით. სიძვირის გარდა ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ჯიბიდან გადაიხდებინება. თქვენც ახსენეთ, რომ ზოგადად ეს ეკომეგობრული ალტერნატივები პლასტიკზე ძვირია და მათ შორის ახსენეთ განსხვავება ფასებს შორის. ეს ყველა კომპონენტი, გაძვირებული საწვავი, ლოგისტიკაც რომ გავაერთიანოთ. ჯამში პროცენტულად რა სხვაობას გვაძლევს ეს ალტერნატივა, თუ შეგვიძლია დათვლილი გექნებათ, დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც რომ უთხრათ. აი მარტო იმიტომ, რომ ჩამოვიტანო პროდუქცია, რომ უწყვეტ რეჟიმში წარმოება არ გამიჩერდეს, ალბათ
აი თუ მჭირდებოდა $100,000, მჭირდება $9 მილიონი. საბოლოო პროდუქცია ამას დიახ მაგდენი რაოდენობის გამოშვებას. რაც პლასმასის ჭიქის აი მარტივად რო ავხსნა რომ მხოლოდ ერთი პოზიცია გამოვხილო რომ რასაც მე 10 მილიონი მინიმუმ მჭირდება პლასტიკის ჭიქა რომ დისპენსერზე მოთავსდეს სხვადასხვა ობიექტებზე იმ რაოდენობის ქაღალდის ჭიქის წარმოებას აი ამ სოფლიო პირობებში ვერ ვასწრებ. რამდენად დაიხურა გარკვეულწილად წარმოებები თუნდაც ამ აკრძალვის ფონზე ჩვენ ვიცით რომ ადგილობრივი წარმოებაც მუშაობდა თვითონ უშუალოდ პლასტიკის სამი კომპანია რო დაიხურა ზუსტად ვიცი რაც თანამშრომლობდით და ერთმანეთს რეალიზაციაში ვეხმარებოდით ზუსტად ვიცი რომ დაიხურა სამი ესე საქართველოს სესხით დაფუძნებული კომპანია სამი კომპანია დაიხურა რამდენად ერთია ფასი, მაგრამ რამდენად კომფორტულია მათ შორის მომხმარებლისთვის ზოგადად პლასტიკის ჩანგლების დანების ჩანაცვლება, მაგალითად ხის აქსესუარების და მოხმარების თვალსაზრისითაც რამდენად არის გამძლე და ხომ არ გქონიათ უკვე უკავშირი თქვენს მომხმარებლებთან, მათ შორის მაშდაც დაიწყეთ უკვე ჩანაცვლების პროცესი და საინტერესოა ისიც რომ მსგავსი ტიპის აკრძალვა უნდა შეეხოთ უკვე სამომავლოდ კვების ობიექტებსაც, რომლებიც ამ პროდუქციის მომხმარებლები არიან. იცით რა არის ძალიან ბევრი მომხმარებელი რეკავს ჩემთან და მე პირადად არ მაქვს აი რაღაცა ისეთი თავის მართლობის რეჟიმში მიწევს სულ ყოფნა და არ ვარ ახლა მასეთი კომპეტენტური რომ მე განვიხილო რამდენად აზიანებს ჯანმრთელობას ჩემი პლასმასის წყლის ჭიქა ან პლასმასის თეფში ან დანაჩანგალი იმიტომ რომ კოკა-კოლას ვავს ადამიანი იქიდან წამლის ქილებიც იქ არის და ასე შემდეგ ძალიან ბევრ პლასმასის ნივთში მოთავსებულია სხვადასხვა პროდუქცია, ხო? აი, სულ თავს ვიმართლებ, რომ აი არ ვიცი რატო თუ გარემოს დაცვის კუთხით ვიმსჯელებთ, კი ბატონო, ჯობდა რომ რეციკლირება მომხდარიყო ამ პროდუქციის და არა აკრძალვა, ან კულტურა რომ ნაგავსაყრელ ურნაში უნდა მოათავსოს ნაგავი ადამიანმა, აკრძალვა არის ყველაზე ცუდი და საბოლოო გამოსავალი. ეს მაინც არ დააყენებს როგორ გითხრათ არ მივიღებთ მაინც იმ შედეგს რისთვისაც მოხდა ეს აკრძალვა მე ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში როგორც პარკების დროს მოხდა რომ ისე დართეს ნება და დაიწყეს პარკების ქარხნებმა მუშაობა და პროდუქციის გამოშვება და ისევ მოვიხმართ ჩვენ ყველანი ამ პარკებს ქსელებში ისევ იქნება მე ესე ვფიქრობ რომ მოთხოვნა მაინც გაჩნდება აი სწორედ ჩანაცვლებს უბრალოდ ვერაფერი დამირეკა ადამიანმა რაში უნდა მოვათავსო ის პროდუქცია რასაც მე თქვენს პროდუქციაში თუნდაც პლასმასის კონტეინერებში ვათავსებდი აი სწორედ ამ ნაწილზე მინდა გკითხოთ. კანონი საკმაოდ მკაცრ ჯარიმებს და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. აი თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანი იქნება ადმინისტრირების პროცესი, თქვენც ახსენეთ და ჩვენც რეალობაში ვნახეთ, რომ ადმინისტრირების პროცესი არც თუ ისე წარმატებული იყო, მაგალითად, ერთჯერადი პლასტიკის პარკების შემთხვევაში, რამაც როგორც რეფორმა, ისე კეთილსინდისიერი მწარმოებლები მნიშვნელოვნად დააზარალა, რომლებმაც პროდუქციის და წარმოების გადაწყობა მოახერხეს საბოლოო ჯამში. ამ კუთხით მოლოდინი რა გაქვთ, რამდენად შეიძლება ეფექტიანი იყოს აღსრულების პროცესი. დიახ, აი ამ ნაწილშიც საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების მოსმენა. კი ბატონო, სანამ საერთოდ აიკრძალებოდა, მანამდე ბიოზე გადავედით. მართლა კეთილსინდისიერად მოვიხმარდი იმ ბიოდანამაც და ნამდვილად რასაც ვაწერდი, ზუსტად ის შესაბამისი პროდუქციაც მქონდა და გააძვირა ალბათ ორჯერ და მე ვეღარ ხარ კონკურენტუნარიანი. აქაც იქნება ესე. მე მაგალითად ვთვლი, თუ ყველა კეთილსინდისიერად, აი მაგალითად მე იმპორტიორი ვიყავი დაუშვათ 4-5 პროდუქციის და არ ვაწარმოებდი ადგილზე. არის რამოდენიმე წარმოებელი, რომელიც ადგილზე აწარმოებს ამ პროდუქციას, ხო? მაგალითად წყლის ჭიქებია, თუ თეფშებია და კონტეინერებია. ვინ უნდა გააკონტროლოს, რომ წარმოებისთვის ამზადებს თუ ექსპორტისთვის ამზადებს. მე ვფიქრობ, რომ ბაზრიდან ამისი ესე რადიკალურად ამოღება ძალიან გაუჭირდება და გავიჭლიტებით ისევ ჩვენ
ინო თქვენ ისევ მუშაობთ თუ არა ბიოდეგრადირებადი პარკების მიმართულებით, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მათ შორის განცხადება გაკეთდა, რომ შეიძლება ბიოდეგრადირებადის აკრძალვაზეც წავიდეს სახელმწიფო ამ კუთხით ჩვენ მსოფლიო ბანკის კვლევაც ვნახეთ. თქვენ მუშაობთ თუ არა კიდევ და ამ ნაწილს როგორ შეაფასებთ? ეს რამდენად სწორი გზაა? ვაწარმოებთ ისევ რომელი მწარმოებელი რამდენად ხმარობს ამ დანამატს და რამდენად მართლა ბიოს უშვებს, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი კომპანიის შესყიდვებს დანამატთან მიმართებაში თუ ვინმეს დაინტერესებს, შეძენასაც ნახავენ და წარმოების კუთხით ხარცსაც ნახავენ, რომ ნამდვილად ბიოპროდუქციას უშვებენ. თუმცა მე კონკრეტულმა რამოდენიმე კომპანიამ კარგმა კომპანიამ ისინი ჭიქების შემიკვეთა პლასმასის და დავამზადებინეთ მომწოდებას და მართლა ბიოდეგრადირებულ ჭიქებს მოიხმარდა. აი თუნდაც გარემოს კუთხით მაშინ რატო აიკრძალა ბიოც რატო მოყვა ამ პლასმასში, რაღაცა ცოტა გაუგებარია და რაღაც არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნები თუნდაც ვადებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მაინც ვიცოდი, რომ 1 ივნისამდე გვექნებოდა ვადა რეალიზაციის. 3 თვე, აი მე თვითონ პირადად ყველა მინისტრს ვთხოვე, რომ გადაწიეთ ივლისი, მაინც, რომ იქნება სეზონი გათბება, ექსკურსიებია, ტურისტია და 1000 მიზეზი იყო და შესაძლებლობები, რომ მართლა განაშთულიყო ეს არსებული ჩვენი ეხლა მე არ ვიცი, ეს ჩვენ ყველამ ამაში ფული გადავიხადეთ, შემოვიტანეთ და მაინც ისე მოხდა, რომ ივნისამდე გაწევის საშუალება არ მოგვცეს და ცოტა არ იყოს რაღაცა ბიზნესისთვის ანგარიში, ჩვენც ვართ ანგარიშის გასაწევები. ბოლოს შეჯამების კუთხით მინდა გკითხოთ, თქვენ სახსენებთ რეციკლირება და აი ამ კუთხით საინტერესოა, რამდენად სწორი გზა აქვს სახელმწიფოს არჩეული, თუნდაც პლასტიკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ხომარჯობია, რომ რეციკლირების მიმართულებით გვიარა, რომ შეგროვებული ნარჩენის გადამუშავება და შემდეგ ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნება მომხდარიყო. აი ამ კუთხით თქვენ ისიც სახსენეთ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია ნაკლებად იყო. სად ვართ და რა არის მთავარი გამოწვევა? რამდენად სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ? ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად იყო, ხა მე პირადად სამჯერ მომიწია ამ შეხვედრაზე ყოფნა და ყოველთვის გავაჟღერე ჩემი ინიციატივა, იმიტომ რომ რეციკლირების კუთხით რო გავყოლოდით, სამუშაო ადგილებიც შეიქმნებოდა. მე პირადად თუ არ გავყიდ, თუ ამომივარდა ქსელი და 5 და 10 და 20 დასახელების პროდუქცია, შესაბამისად თანამშრომლები ხომ იმცირდება. ხომ უნდა გავათავისუფლო, რითი უნდა დავაკავო, თუ ეს ამომივარდა და ვერ ჩავანაცვლე, შესაბამისად თანამშრომელი უნდა გავათავისუფლო 2-3 მაინც. და მე არ მაქვს არ ვარ პატარა კომპანია, ერთ-ერთი მსხვილი სამეულში მაინც ვარ საქართველოში, მე რომ გამიხდება კადრი გასათავისუფლებელი, წარმომიდგენია შემოტანილ პროდუქციას პატარა მეწარმეები, ინდმეწარმეა თუ მცირე, რომელიც ეს აფასოებს და მე კიდე პატარ-პატარა ქსელებში შლის, იმ კომპანიებმა რა უნდა ქნან. თავი ხომ უნდა გადაერჩინოს ამ ხალხმა. საკეპია. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენი სტუმარი იყო ლანჩ გრუპის გენერალური დირექტორი ნინო მელაძე.